მოგესალმებით ყველას. ბანაკის მეორე ნაკადი უკვე ბავშვებშია და ჩვენ აქამდე ძალიან ვერთობით. უკვე მესამე დღეა რაც გოგონები აქ არიან და სიმართლე გითხრათ ძალიან ენერგიულები არიან. რომ გოგონები სულ რაღაც 3 დღეა ჩამოვიდნენ ბანაკში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ძალიან ბევრი აქტივობა ჩავატარეთ უკვე. მქონდა ძალიან გიჟური და წარმოუდგენელი ცეკვა, სადაც უამრავი ძალიან ორიგინალური ტანსაცმელი ჩაიცვეს გოგონებმა კოსტიუმები და ძალიან გავერთეთ. ასევე მქონდა სხვადასხვა თამაშები, სხვადასხვა საინტერესო ფაქტები, უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი. რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ვისწავლეთ პროექტის წერა, პროექტის დიზაინი და მენეჯმენტი. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ბანაკისა, რადგან ჩვენ გვინდა რომ ახალგაზრდა ლიდერებმა ბანაკისა ისწავლონ პროექტის წერა, რათა მომავალში შეცვლონ და საკუთარი პროექტები განავითარონ, დაწერონ და შეეცადონ საკუთარი თემი უფრო განავითარონ და უფრო უკეთესი და უკეთესი გახადონ. მქონდა ძალიან ბევრი გარემოს დაბინძურებაზე, კლუბების შექმნაზე, მოხალისეობის უფრო მომრავლებაზე ახალგაზრდებში, ისევე როგორც იყო წარმოდგენილი რამდენიმე პროექტი სხვადასხვა კლუბების და გლოუსთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ. ასევე გვინდა გითხრათ, რომ გლოუს ყავს ელჩები და მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს ჯერ ბანაკი არ დაუსრულებიათ, მათ ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ გლოუს ელჩები გახდებიან და თვეების განმავლობაში ბევრ პროექტებს გააკეთებენ. Revealing. It just takes 1 minute. It stuns you with vision. We're living at the back of the car. აქტივობები დღეს, ხვალ და ბანაკის დასრულებამდე. მაგალითად დღეს გვექნება არაჩვეულებრივი ფილმის ჩვენება, ისევე როგორც გვექნება ტალანტ შოუ, რომელზეც დარწმუნებულები ვართ, რომ გოგოები საკუთარ ტალანტს და ნირს გვაჩვენებენ. უკვე გვაქვს საკმაოდ ბევრი, საკმაოდ გრძელი სია იმისა, თუ რაც გააკეთებენ გოგონები და სიმართლე გითხრათ, ჩვენ ლიდერებიც გვეგმავთ რაღაცების და სიურპრიზების გაკეთებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერები ვართ, როგორც მე, ასევე სხვა ლიდერები და მოხალისეები მშვიდობის კორპუსისა, რომ მოგვეცა საშუალება ამდენად არაჩვეულებრივი გოგოები გაგვეცნო. ისინი წარმოადგენენ საქართველოს ყველა კუთხეს და ბედნიერები გვაქვს, რომ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს საშუალება მათ ვიცნობდეთ. იმედი გვაქვს ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და თუ რაიმე დახმარება დასჭირდეთ, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ დავეხმაროთ.